სალამი ყველას ვინც უყურებს ამ ვიდეოს. Რაღაც პატარა ვლოგი მინდა გადავიღოთ დღეს. დღეს ჩემს ბიჭებს ჯგუფი აქვთ. რაზბორკაზე ჩამოვედი. ეხუმრობა არის. ბიჭები ჩხუბობენ დღეს ჩემები. ლაშა და გიო და ჩამოვედი მაგათ დასახმარებლად თბილისში. ბლა თბილისი იზდეცია. მანქანა გავაჩერეთ, ახლა მივდივართ, რამე ტაქსიმ დავითიოთ და მივიდეთ ლოკაციაზე. რავი, ნახოთ რა გამოვა ბიჭები, თუ რამე საინტერესოს გადავიღებ, მე იქნება რამე ვიდეო ავაწყო რა. რაღაც ბიჟენიებს, საინტერესოებს გადავიღებ. აბა ყველას დროებით. იზდეცი როგორ მიმდინარეობს. იქაც კი უნდა ისმექნა, მაგრამ ასთა იყოს რა. ემზადება ბიჭი. ზოგისთვის. ეს ეკრები ვლოგია რა არის. აი თავი ვიტამინი ნექსიუმი ეცმოდა. აი ეს მაგარითი მოაცმო. ეს ბაზარი არ არის. 4 5 6 7 euch nicht. Die Sonne scheint mir aus den Augen. Sie wird heute Nacht nicht untergehen. Und die Welt zählt laut bis 10. Sorry. Rame ვიყავით ბავშვი, ვიყავით კომპლექტი, წარმოიდგინე 2002 წელი და აი ეს მიყურებდი სულ რახენ მასწავლებელი და აი ის კატალისტი და აი ხოხტები და მოგიშვილი როგორ მოკალი და ეგეც მოხდა. ალე ზოგიერთი მაინც უცხოელი. მაშინ მაგიტა ქონდა ასტები ყოფილ მაშინ. אין პრობლემა მეგარი, короче. სასტუმროდან გამოველით, ბიჭები ნორმალურად არიან, მზად. ყველაფერი ჯიგრულად გაკეთდა. დანარჩენი ფაქტიურად ეგ არის. ეხლა მივდივარ რუსთავში. დავждები მანქანაში იქ და რაღაცა ვარიანტს გადავიღებ. ეგ არის ფაქტიურად რა. ყველაფერი ჯეჯერობით ჯიგრულად არის. ნახოთ რა გამოვა რა, ბოლოში. აი ესე მივიტასაობთ. მე და ეს ახალგაზრდა ჩამოვედით ბაზაზე უკვე ბოლოში. ეს არის რუსთავის სპორტის სასახლე. დავიღალეთ ცოტა. მაგრამ არა უშავს. რა ვიცი, ნახოთ თუ იქ გადავიღე შინ რამე ვარიანტები. აქაც მე ვეჭველი მივა ბაო. აბა, let's go. Тебе комфортно было. Пробуй сжатым, а потом расслабляй. Ага, это и потом пальцы открывай. Даже побольше. Даже еще. В бане сидим. Ага, да, потом уже откроешь. Ага. Ваша нормальная проблема, гамма, полтора.
ეგ არის ფაქტიურად, ეგ არის დასრულდა ყველაფერი. ურთულესი ბრძოლები გქონდა და ვიტყვი რატოც. მე ჩავწე ნორმალურად სახში კიდე ვიდეოს, რატო იყო რთული დღევანდელი დღე. ფსიქოლოგიურად ძალიან რთულია რა. სახში როცა ბრძოლობ, იმდენი სტუმრები იყვნენ, რა ვიცი, ძალიან რთული დღე იყო რეალურად, მაგრამ მაგარი და სტოინი ბოები გავაკეთეთ. კიდე რაღაც ვიდეოებს დავამატებ ფიქრობ რა, ყოველას დროებით. და ეგ არის სასტავი, მეგობრებო, გამომწერებო, ვინც უყურეთ ბოლომდე, ფაქტობრივად ბოლო ნაწილს წერ უკვე სახელიდან. ეგ არის ჩემი რაღაც გარკვეული მინი ვლოგი. არ დავიზარე, მაინც რაღაც ნაწილები გადავიღე. რთული დღე იყო, პაისკები ყოველთვის ძალიან მღლის, ზოგადად მე თვითონ რა ვიცი, ინდივიდუალურად რაღაცნაირად ეს დიდი მგზავრობები, მაგრად მღლის რა და ფაქტიურად ну, რთული დღე იყო, რეალურად, ძალიან რთული დღე იყო. აღნიშნავ როგორ სიტუაციას, როცა უფრო ბრძოლობ გარკვეულად შენ მიწაზე, რთულია პირველ რიგში ვიტყვი, ნერვიული სისტემის მხრივ, რომ ძალიან უზარმაზარი პასუხისმგებლობა არის. ეგ არის რა ფაქტიურად. პრეზიდენტიც იყო დაჟე რა, ჩვენი მოსული შეჯიბზე და პირადად გავიცანი კიდევაც, ხანი ველაპარაკე, შევა ფოტო დავდო. რა ვიცი, მე მაგრად მომეწონა, მაგარი კაი კაცია ეს ფაქტიურად რა და დანარჩენ ნიუანსები ხო ხვდებით ახლა იქ რომ ამდენი სიტუაცია რო არის პასუხისმგებლობა ძალიან დიდია. ვიტყვი როგორ ნიუანს. პირველ რიგში უკვე ფორმატი ფაქტიურად და ის გარკვეული უკვე ლეველი და ის დონე სადაც გამოდიან ჩემი ბიჭები, სადაც იყვნენ ახლა ლაშა და გიო, ну, უნდა ხვდებოდეთ ეგ უკვე ელიტა. მან არ არსებობს უკვე რომ იოლი ვარიანტი, სუმუქად, ლაითად, იმით, ყოველთვის რაღაც გარკვეულ მასეთ შეჯიბრებს ჩვენ ნებისმიერ შეჯიბრს უყურებთ, ყოველთვის მაინც მაყურებელი სხვანაირი თვალით, ანუ უზომოდ რთული ლეველი არის პროფესიონალური სპორტის მასეთი დონე. მოწინააღმდეგეები, როგორც გიოს, ასევე ლაშას, ის ბიჭი ლაშას პროსტა ის ვინც იყო. აუ ჩემი რა, აი მაგარი იყო ძალიან მაგარი ბიჭი იყო რა და გიოსიც ეს ბიჭი ეს მიწყავდა, აი იმენა გაროჩი რავი, ტანკი იყო ტიპი რა, იქ ვიყავი, იქ ყველა ბრძოლას დეტალებში უყურე რაღაც მონაწილეები თქვენს ხო ნახეთ რაც გადავიღე მე ფაქტიურად და ვიტყვი იმ სიტუაციას რომ ძალიან რთული ლეველი არის ფაქტიურად მაგ ბიჭებთან. ჩემებს კიდევ ერთხელ გულოცავ, გუსურვებ კიდე წინ ძალიან ბევრი წარმატება აქვს და აღნიშნავ პროსტა ერთადერთ როგორ ნიუანს, რომ ძალიან რთული სპორტია ბოქსი, ძალიან. უნდა ხვდებოდეთ როგორ ნიუანს, რომ მე ხა ხვდები ამას ფაქტიურად როგორც რაღაც გარკვეულად. იცით რომ ეხლა კითხულობ ძალიან ბევრ სამედიცინო ლიტერატურას და ცოტა მაქვს შეხება რაღაც გარკვეულად მედიცინასთან და ეს ხვდები რას, აი ეს დარტყმები ხშირი, სულ თავში, იმაში, სახეში აქ ну, რთული საკითხია ძალიან საკმაოდ რა. უზომოდ რთული სპორტია და აღნიშნავ როგორ სიტუაციას კი ყველაზე მთავარი რაც არის. ბევრს გონია, კაროჩი, ალბათ თუ გონია, ბევრს ყაი ჯანი წვეტავს, ის წვეტავს, არ ვიტყოდი მაგ სიტუაციას რა. რეალურად ფაქტიურად ბოქსი არის იმინა რეალურად როგორც ჭადრაკები ფაქტიურად როგორც რინგზე რა. ანუ უზომოდ ბევრი კოორდინაცია, ბალანსი, აი ეს ფოკუსი გინდა, ანუ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფაქტიურად, ვიტყოდი ბოქსში ალბათ ნერვული სისტემას და როგორ გონებრივად, როგორ ახარ მენტალურად ფოკუსირებული მოედანზე ფაქტიურად რა იქ. და ბოლოში ვიტყვი რაღაც გარკვეულ ისეთ საფლემენტებს, ასე ვთქვათ, ბოქსერს და ვინც ვთქვათ, კრივით ხართ გატაცებულები იმათ ვთქვათ, რაღაც საფლემენტებს რა. იმიტომ რომ ჩემი ბიჭები ორივე დოპინგ ტესტს აბარებენ, ძალიან რთულია მაგ სიტუაციაში. დოპინგ ტესტის ვარიანტი ოსაბარდება. მან ძალიან დიდი არჩევანი არ არის ფაქტობრივად. მან უნდა მაქსიმალურად რაღაც ბევრი ისეთ საფლემენტი მოაგრო, რაც აქცელული არ არის და მაგის კომბინაციის ფონზე ფაქტიურად მაგაზე მოხდეს რაღაც გარკვეული აქცენტი რა. აღნიშნავ როგორ ნიუანს, რომ კი, ჩემი გამოსახედით მით უმეტეს აქტიურ სპორტში, სადაც არის თქვათ უფრო ბევრი ის ვარიანტში აქტიური მოქმედება და ეს საჭირო ჟანგბადი, გამძლეობა, გარასხმები წვეტავს, გარასხმები ცვეთში მაგრად მუშაობს, ცვეთში უბრალოდ ბევრმა არიციან რეალურად როგორანაირად რა და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ანალიზებს მაგ სიტუაციაში. ადამიანი, იქ ყველა ადამიანი არის ძალიან ინდივიდუალური. ერო ადამიანს თქვა ელემენტოს ფიზიოლოგიას ხედა უკვე მიახლობით მაგს წარმოადგენდა ზუსტად ტოჩი ადამიანს აი ცვეთში რა გაუსწორებს და რა გამოახედებს თვალებიდან ვიცი ეგ სიტუაცია რა და ამიტომ გარასხმები არის ძალიან ძვირი სიამოვნება ძალიან ბევრი მეკითხებოდა რომ ფაქტიურად ყველაზე ისეთი მეგა დოზინგი IV თერაპიის მქონდა მოროზოვთან რა და იქ რეალურად ალბათ იმ ერთ დღეს ბიჭები რო ქონეს წარმოდგენა დაიხარჯა ალბათ სამ კაცზე მარტო პრეპარატებში მიახლოებით 1800-2000 ლარი დავთვალე რა ძალიან ისეთ ვარიანტი და გადასხმებში არის მარტო ნატრიკლორი და C ვიტამინი რა როგორც ბევრს ის ვარიანტში გონია რა და არის უამრავი სხვა პრეპარატები ბოქსში სხვა რამე არის უფრო მან სხვა სიტუაცია უფრო მან ფაქტიურად და აღნიშნავ იმ სიტუაციას რომ ვინც ხართ ბოქსში დაკავებულები ვიტყოდი როგორ თემას ფაქტიურად რა რომ ნო ტროპებსაც მიაქციე დიდი ყურადღება იმიტომ რომ ფოკუსია ეს მენტალური რაღაც ვარიანტში და რეაქცია და რაღაცა ფაქტიურად თორსა მოდის დარტყმა უფრო
რაღაც გარკვეული პროცენტულობით უფრო ხარ მობილიზებული, ლოგიკურია რომ უფრო გაიხსენ მაგ სიტუაციას რა და ამიტომ ძალიან რთული კომბინირებული სპორტია, მარტო ჯანი არა ის მათ მეგობრებო რა, ანუ ვიტყოდი რომ ფაქტიურად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ნერვულ სისტემას და აი ამ ფოკუსს და ამ დეტალებს რა და ვიტყვი იმას რომ რა ვიცი, რთული ფაქტიურად ბრძოლები იყო, მაგრამ იული ფაქტიურად აღარ იქნება, იმიტომ რომ ასეთ ლიგაში უკვე რო ხარ, უნდა ხვდებოდეთ მაგის ლეველს რა ფაქტიურად. რაღაც საფლემენტები ვერ გამომდის ვერაძოს რო თქვა, აი რაღაცა ტოპ 3, ტოპ 5 არ მიყვარს მასე რაღაც ვარიანტი, იმიტომ რომ ჩვენს ორგანიზმში არა ეს გარკვეული ერთი ფუნქცია რაღაცა რო თქვა რაღაცა მარტო ტესტოსტერონი რაღაცა რა რაღაცა ფარისებულისთვის რაღაცა თქვა სისხლისეოლოგიისთვის რაღაცა თქვა რავი გინას ტესტოსტერონისთვის რაღაცა მიტოქონდრიებისთვის რა ძალიან მნიშვნელოვანია ეს ფაქტიურად რა და ვიტყვი როგორ ნიუანსი ყველაფერი რაც ფაქტიურად შეაკავებს წყალს ბოქში არ წაგვადგება ცოტში ანუ გარკვეულ თავი გინას თქვა აი კრეატინი და რაღაცეები როგორც არის კლასიკური დოზირება ეგენი ვფიქრობ რომ არა მარის კონტროლი უნდა ცოტში არის საჭირო არის ნორმალური რაოდენობა პოტასიუმი, კალიუმი, ნორმალურად თქვა საჭირო რაღაც რაოდენობა თქვა ბენზინი, მით უმეტეს არის თქვა ორი ვარჯიშები. ნახშირ წყალს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, ანუ რაღაც რაოდენობა თქვა ბრინჯი, კარტოფილი, პური უნდა უეჭოლოთ იყოს დღის განმავლობაში. საფლემენტებსაც შეეხება ფაქტიურად. საინტერესო არის რა, ანუ ყველაფერი წაადგება ის ვარიანტში მიტოქონდრიებს, ეგ იქნება რაღაც გარკვეული ბონუსი. ანუ აღნიშნავდი უფრო დიდად ორ ნიუანსს. მიტოქონდრიებს ნორმალურად ჩატვირთვის თქვა ნახშირწყლის ნორმალურად და ალბათ სისხლისეოლოგიას როგორც არის თქვა უფრო ეს ჰემოგლობინ ერიტროციტები რა რაც ფაქტობრივად ჯანგბადი გადააქვს და რკინა ბეჭდების ვიტამინები უეჭველი ну ყველაფერი მაინც ანალიზებიდან მაგრამ რაღაც ის ვარიანტში ბაზას ვიტყვი ფაქტიურად რა მიტოქონდრიებისთვის თქვა რა ვიცი ტაურინი თქვა მეთილენი ლურჯი რა ვიცი თქვა ცუცინიკაცით ქარვის მჟავას არის მეგონი ქართულად ფაქტიურად. ეგ იქნებოდა ძალიან მაგარი. გამძლეობასაც შეეხება თქვა ის ვარიანტში. რა ვიცი, დაჟე თქვა ცუკურას არის კორციდებში ეგეც მაგრად მუშაობს სვეტში. მაგას აქვს დამტკიცებითი ბაზა. შეიძლება მიქსი, ბეტალანი მარტო არა, ბეტალანი მაგრად თავსდება ძალიან კარნოზინთან ფაქტიურად. აი ეგ გარკვეული კომბინაცია ძალიან მაგარია რა, ბეტალანი, კარნოზინი პლუს ვიტამინი E რაც არის რა. ის თემაში ხართ მიხვდებით. ამიტომ ასეთი რაღაც გარკვეული ხრიკები ეგ არის. მაგრამ ვიტყვი ისევ როგორ ნიუანს ფაქტიურად. მაინც უპირველეს ყოვლისა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გენეტიკას. ძალიან დიდი მნიშვნელობა გენეტიკას. შრომას, ადამიანი რამდენ შრომობს, როგორ შრომობს და ფაქტიურად უნდა სპორტი თუ არის საუბარი პროფესიონალურ სპორტზე და მიდი საუბარი თქვა იმენა რაღაცა მსოფლიო დონის შედეგებზე, შენ ეგ არის შენი პროფესია, შენ მიუძღვნა მაგ სიტუაციას. მე რატო შევეშვი აქტიურ სპორტს, იმიტომ რომ ვეღარ უკაჩავ ფაქტიურად. რა ვიცი, რაც ვიხსენებ თქვა მიახლობით 10-12 წლის წინ როცა ვიყავი, რა ვიცი, 25-ის, 24-ის სვანაიჯანზე ვიყავი რა, აშკარად უფრო მეც ვიტანდი. ეხა ბოლო ხანებში ყო ვეღარ რა და ეგ არის სპორტი ფაქტობრივად ისე ვიტყოდი რომ როგორც პროფესია არის შენი რა, ანუ შენ ხარ ვალდებული ყველაფერი დეტალურად შეასრულო. ამიტომ ესე არის კი, ვინ უნდა იშრომო ძალიან ბევრი ნიუანსები უნდა გააკეთო. პროსტა ერთ-ერთი ნიუანსი ისაა ჩვენი ქართველებისო ძალიან ბევრი ბიჭო ანალიზებს ზოგი არ აბარებს. ზოგს ანალიზებს შევარება ვაფშე არ უყვარს. ასე შემდეგ და არ არის რა ეხლა ფაქტობრივად მედიცინა გარკვეულად ისე წავიდა სკოლები წინ რომ ყველაფერი ინდივიდუალურად ხდება ჩერეს ანალიზები ანუ ძალიან რთულია რომ მოვიდეს ადამიანმა გითხრას თქვა რა ვიცი თქვა ეს რაღაც კუნთი რაღაცა და რაღაცა ურჩიო არა სისხლში და ბიოლოგიაში შიგნით იქ ჩანს ყველანაირი პარამეტრი პატარა მინი ვლოგი გადავიღე მეგობრებო რა ვიცი თუ მოგეწონა და ლაიქეთ უიჭოლ გადაუზიარეთ მეგობრებს შემომიერთით ბიოქაოსი კიკონს ბიოჰაკერს ბიოქაოსი ტელეგრამში ღია ჯგუფი იქ ოლაგებ ძალიან მაგარი პოსტებს რაღაც გაიდებს ოლაგებ იქ გაწევრიანდით თუ ეჭოლათ და რა ვიცი ვისაც თქვა გინათ რაღაცა გარკვეულად ვიპ კონტენტი დახურული ჯგუფი მოხს კიდე ქვია ბიოჰაკინგ საზმო იქ არიან სასტავი სულ და მაგალითად შეგიძლიათ პირადად მომწეროთ და ვისაც რა ვიცი გააქვთ სურვილი რომ რა ვიცი თქვა მოემზადოთ ნებისმიერ სფეროში თქვა რა ვიცი გინდა თქვა ცხოვრების პროსტა ხარისხის გაუმჯობესება თქვა რამე სპორტის რაღაც სახეობა დეტალურად ყველაფერი ჩიგრულად რა ვიცი ნებისმიერ ციკლი 3 თვე წელიწადი 6 თვე ნუ თქვენ შეგიძლიათ მომძებნოთ მე ონლაინ ყველას ფაქტიურად დროებით გემშვიდობით ყველა იყავით ჯანზე ყველა წისვლას გისურვებთ და რა ვიცი ჩვენ კიდე ვაგრძელებთ რა ვიცი მე ვაგრძელებ ვებსახურების საქართველოს ფაქტიურად რა და ვაპირებ რომ კიდე გავაგრძელოთ ჩემ ბიჭოს მაქსიმალურად რიცაც შემიძლია დავეხმარო რა ყველას თქვენ კიდე დროებით ადიოს